ცდომა და ჩვენი დანაშაული ის იყო, რომ ბატონი თეგის კიტოვანი სოხუმში არ უნდა შესულიყო. დაგეგმე მაშინ კიტოვანს არ ყავდა, როგორც მე მახსოვს, იყო სხვა იარაღი. ბაში ამ დროს ნახე ორი ვერტმფრენი, რომელიც ისვრის და ცოტა ხანში უკვე იმ ადგილას, სადაც ჩემი სახლია და ტურბაზის რაიონი, მან დავარდა შავი ბოლი. ვიდეგი და ვითვლიდით 55 ტანკი. ანუ ომის დასაწყისში უპირველეს ყოვლისა სულ ახალი დამთავრებული იყო ცხინვალის საომარი მოქმედებები, სადაც ეროვნულ გვარდიას უდიდესი სიმძიმეების წინაშე მოუწია ყოფნა, დიდი იყო მსხვერპლი, პრაქტიკულად ბატალიონები ეროვნული გვარდიის იყო გადაღლილი, ანუ მიმაჩნია ავანტიურად. ამის პასუხი და არგუმენტი იყო, რომ რაღაც პოლიტიკური კუთხით აუცილებელი იყო ეს ოპერაცია მომხდარიყო აუცილებლად 13-14 რიცხვში რაღაც მიზეზი იყო, რომ რუსეთის მაშულებაში ამ დროს გასული. ამზოგადად ეს ქაოტურად მოხდა ეს შესვლა, ესე რაღაც თითქოს ხელზე ამხედრებულები შევარდნენ ეს ნაწილები, არც ამოცანა არ იყო დასმული, რომ სულ რაღაც სირთვეში ჩვენს მოსახლეობები აფხაზეთის გადავინტერეთ, განსაკუთრებით სომხები. არადიორობის ზარწვის გლეჯვის და ქაოსის გამო. კარგი პერიოდი და საქართველოს ხელისუფლებამ რამოდენიმე სამშვიდობო წინადადებით მიმართა ოსურ მხარეს და მსოფლიოს. 5 დეკემბერს კოკოითმა მიიღო ეს დოკუმენტი. ჩვენს მიერ შეთავაზებული დოკუმენტი და გამოაგზავნა პასუხი საჯარო, გამოქვეყნდა, სადაც ჩამოწერილი იყო პუნქტები, რომელიც თანახმად იყო კოკოის წამოსულიყო თანამშრომლობაზე. Мы приглашаем грузинскую сторону сесть за стол переговоров и обсуждать все спорные вопросы за столом переговоров, переводя все это противостояние в правовое русло. მთელი დეკემბერი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და წინ წავიდნენ. რატო თქვი კარგი თვე იყო, იმიტომ რომ სწორედ 2005 წლის დეკემბერში იქნა მიღებული გაწყვეტილება შეხვედროდნენ ერთმანეთს უკვე აფხაზური მიმართულებით ბაღაფში და საკაშვილი. აფხაზები მოითხოვდნენ დაიწყეს ურთიერთობა ირაკლი ალასანიასთან და კარგი იქნებოდა რამე დოკუმენტს ხელს მოვაწეთ, რომელიც გამორიცხავს საომარ მოქმედებებს და ქართულ მხარემ ეს მიიღო და ქართულ მხარემ დაწერა ამ დოკუმენტის პროექტი და შესთავაზა აფხაზურ მხარეს და აფხაზურ მხარემ ეს დოკუმენტი მიიღო. Top-level negotiations were going on between Irakli Alasania and the Abkhaz Foreign Minister Sergei Shamba. როცა ირაკლი ალასანია მიაღწია თავის სერიოზულად ნდობა მიიღო აფხაზურ მხრიდან და ჩამოიყვანა შამბა თბილისში. და შამბამ ჩამოიტანა უკვე სხვა დოკუმენტი, ეს ხო კოკოიძე ვთქვით. შამბამ ჩამოიტანა დოკუმენტი მომავლის გასაღები. მოძებს ზააგრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. რა თქმა უნდა, იქ მიუღებელი რამე წერია, მაგრამ ძამბერი მისაღები რაღაცებიც იყო. ევროპასთან კონტაქტები, რუსეთის საერთოდ ახსენები არა იმ დოკუმენტში. შამბამ რა გააკეთა, უნიკალური რაღაც გააკეთა მაშინ. პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტების დროს შამბა გამოვიდა გაეროს ქვისიდან და შარდენზე გაისერინა. Вам нравилась культура наша? С культурой я давно знаком, грузинский опера здесь учился. Мне всегда это нравилось, и я считаю, что это самый главный такой фактор, который сохранил нацию. И пока это существует, древняя, духовная такая культура, как сказал Гамсапурди, пока существуют наши традиции, мы не изменяемся. საკაშვილს ისმენთ თუ გაეკეთებინა, რომ გამოეცხადებინა, რომ მე მივესალმები ასეთ გამოჩამოსულებს, ეს კარგია, კაიქება თუ შევხვდები სიტყვაზე. განეცხადებინა, არა. სწორედ იმ დღეს მანდა მაინც იყო სად სენაკის სამხედრო ბაზაზე. ანუ იმ ბაზაზე, რომელიც შეიქმნა აფხაზეთის წინააღმდეგ. ბატონო პრეზიდენტო, სამხედრო ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, მეორე ქვეითის ბრიგადის პირადი შემოქმედება დაწყობილია. ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ოცებაიშვილი. გამარჯობათ! ნამდვილი მესეჯია, რომ მე არ ვიცი რა ხდება მან თბილისში, მე ჩემი საქმეები მაქვს აგერ სენაკში. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მოლაპარაკებები, შეთანხმებები, ეს არის მიუღებელი. ეს არის დამცირება, ეს არის სისუსტე.